2025 წლის ივნისში FSB საიდუმლო დაზვერვის 8 გვერდიანმა დოკუმენტმა გაჟონა, სადაც რუსეთი ჩინეთს მტრად მოიხსენიებს. ეს დოკუმენტები კიბერდანაშაულის ჯგუფმა Ares Leaks-მა მოიპოვა და შემდეგ New York Times-ის თაოსნობით მისი ავთენტურობა დასავლეთის 6-მა სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როცა პუტინმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის პარტნიორობას ლიმიტები არ აქვს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზე ფაქტიურად ჩინეთმა გადაარჩინა რუსეთის ეკონომიკა, რასაც ამ ეპიზოდში დეტალურად ვისაუბრე. ამ ვიდეოში კი განვიხილავთ, როგორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკა სინამდვილეში და რა ინტერესებზე დგას მათი ეგრეთ წოდებული ულიმიტო თანამშრომლობა. ამიტომ შემოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ერთი შეხედვით, როცა დასავლეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და საგრძნობლად შეასუსტეს რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ჩინეთი რუსეთის საყრდენად გადაიქცა. პეკინმა არა მხოლოდ უარი თქვა გაეროში მოსკოვის კრიტიკაზე, არამედ ნატოც კი დაადანაშაულა კონფლიქტის გაღვევებაში. 2023 წელს კი რუსეთთან ექსპორტი დაახლოებით 50%-ით გაზარდა. ჩინეთი ასევე არის რუსული ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ. ამერიკის უშიშროების შეფასებებით კი ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთისათვის მანქანათმშენებლობის დანადგარების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდება, რასაც მოსკოვი იყენებს რაკეტების, ტანკების, სამხედრო თვითმფრინავებისა და სხვა შეიარაღებების წარმოებაში. ეს კი კრიტიკულია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისათვის. მაგრამ ამ დახმარების მიუხედავად, რუსეთი, როგორც ჩანს, ჩინეთს მაინც ეჭვის თვალით უყურებს და იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ რატომ, გადავხედოთ ისტორიას. მე-19 საუკუნეში ძლიერმა იმპერიულმა რუსეთმა დასუსტებული ჩინეთის ცინგის დინასტიით ისარგებლა. 1858 წელს მათ შორის გაფორმდა აიგუნის ხელშეკრულება, ხოლო 1860 წელს პეკინის ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთს ავალდებულებდა დაეთმო რუსეთისათვის 1,000,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. მათ შორის დღევანდელი პრიმორსკის მხარე და ვლადივოსტოკი. სანაცვლოდ კი მიიღო უბაჟო, ანუ თავისუფალი ვაჭრობა რუსეთთან. ეს ხელშეკრულება ჩინეთის დამცირების ეპოქაში, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქაა. შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს იდეოლოგია აერთიანებდათ და დასავლეთთან პაექრობა, ამიტომ ისინი თანამშრომლობდნენ როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო მიმართულებით, თუმცა არც ეს პერიოდი გაგრძელდა დიდხანს. 1960-იან წლებში მაო ძედუნმა ღიად დაიწყო საბჭოთა კავშირის კრიტიკა. მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშოვმა გადაწყვიტა დესტალინიზაცია და კაპიტალისტურ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის მცდელობა. ჩინეთის კომუნისტური პარტია შეშფოთებული იყო მსგავსი იდეოლოგიური გადახვევით, რაც მალე გადაიზარდა საჯარო შეურაცხმყოფელ განცხადებებში და ბრალდებებში. ეს დაპირისპირება კი ისტორიაში შევიდა როგორც სინო-საბჭოთა განხეთქილება. 1969 წელს ეს დაძაბულობა შეიარაღებულ შეტაკებებშიც გადაიზარდა უსურის მდინარის გასწვრივ საერთო საზღვარზე და გაჩნდა სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება მიმდინარე ცივი ომის პარალელურად. 1980-იანი წლების ბოლოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ფორმალურად დარეგულირდა და 2004 წელს მათ საბოლოოდ მოაწერეს ხელი საზღვრის დადგენის შეთანხმებას, მაგრამ ისტორიული მეხსიერება არსად გამქრალა. როდესაც 1988 წელს რუსეთ-ჩინეთის საზღვარი კვლავ გაიხსნა, ათასობით ჩინელი მუშა, ფერმერი და მოვაჭრე რუსული შორეული აღმოსავლეთისაკენ დაიძრა და დაიწყეს მიწების იჯარით აღება თუ დაუმუშავებელი ადგილების ათვისება. 2018 წლისათვის ჩინელებს უკვე იჯარით ან საკუთრებაში ჰქონდათ 350,000-მდე ჰექტარი მიწა, რაც მთელი რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 16%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით რუსეთში ინვესტიციები და შრომითი რესურსი შევიდა,
ასევე გამოიწვია ადგილობრივების უკმაყოფილება, რადგან ბევრი რუსი ჩინელებს ადანაშაულებდა სამუშაო ადგილებისა და ბუნებრივი რესურსების მითვისებაში. 2017 წლის გამოკითხვამაც კი აჩვენა, რომ რუსებს მაინც მიაჩნიათ ჩინეთის მზარდი გავლენა პოტენციურ საფრთხედ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის, რაც ნათლად აჩვენებს თუ რამდენად ღრმადაა ფესვებ გადგმული ჩინეთისადმი უნდობლობა რუსულ საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა 2012 წელს ხელისუფლება ჩაიბარა, ვლადიმერ პუტინი მას პირადად დაახლოებით 40 ჯერ შეხვდა და ისინი ხშირად უწოდებდნენ ერთმანეთს ძვირფას მეგობრებს. მაგრამ მაშინ, როგორც გაჟონილ ინფორმაციაში ჩანს, რატომ დაამტკიცა FSB-მ ჩინეთის საწინააღმდეგო დაზვერვითი ოპერაცია სახელწოდებით ენტანტა 4 რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე. თუ ვიდეოს ჯერ კიდევ უყურებთ, ესე იგი გეოპოლიტიკა გაინტერესებთ. ამიტომ გახდით ჩვენი მაყურებელი და გამოიწერე არხი. ჩვენ უკვე თითქმის 10,000 ვართ. გამოწერა დაგეხმარებათ არ გამოტოვოთ გლობალური სიახლეები, ჩვენ კი საშუალებას მოგცემს უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. ახლა კი დავუბრუნდეთ თემას. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩინეთს უზარმაზარი შავი ბაზარი აქვს შექმნილი სახელმწიფო საიდუმლოებების შესაძენად. ათეულობით Telegram არხზე, ანონიმურ პლატფორმებსა და ეგრეთ წოდებულ dark web საიტებზე მიდის მოპარული სენსიტიური ინფორმაციის გაყიდვა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაბირება ჯაშუშობრივი საქმიანობისათვის. ჩინელები მიმართავენ კიბერ შეტევებსაც, მაგალითად 2025 წლის მარტში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 12 ჩინეთის მოქალაქე დაადანაშაულა გლობალურ კიბერ შეტევის კამპანიებში, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით კომპანია აისუნში მუშაობდნენ კონტრაქტორებად. კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ აღწევდნენ და შემდეგ ამ ინფორმაციას ყიდნენ ჩინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროზე და სხვა პირებზე. და სწორედ ამ მზარდ საფრთხეს უპირისპირდება რუსეთის ოპერაცია ენტანტა 4. FSB-ს მონაცემებით უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩინური ჯაშუშობა რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. ჩინელი სამხედრო და უშიშროების ოფიციალური პირები, როგორც წესი, აკადემიური ან ბიზნეს დელეგაციების სახით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ და შემდეგ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ. რომ დავფიქრდეთ, ჩინეთისათვის უკრაინის ომი არ არის რიგითი გეოპოლიტიკური მოვლენა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია 40 წელზე მეტია სრულმასშტაბიან ომში არ ყოფილა, ამიტომ ეს არის მისთვის საუკეთესო შანსი, რომ დააკვირდეს თანამედროვე ბრძოლის მეთოდებს, საბრძოლო ტექნიკის მოქმედებას, როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან და ისწავლოს ამ გამოცდილებიდან. ამიტომ ამ პერიოდში შეგროვებული ინფორმაცია მას მნიშვნელოვნად დაეხმარება სამხედრო სექტორის გაუმჯობესებაში, თუნდაც მომავალში ტაივანში საკუთარი პოზიციების დასაცავად, რასაც დეტალურ ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ. მაგრამ ეს არის მხოლოდ ზედაპირული შრე. FSB-ს ინფორმაციით ჩინელი ჯაშუშები მხოლოდ ომის დაკვირვებით არ კმაყოფილდებიან და პარალელურად ცდილობენ რუსეთის შიგნით ინფორმატორების გადაბირებას. მთავარი სამიზნეა რუსეთის აეროკოსმოსური და თავდაცვითი მრეწველობა, ის სფეროები, სადაც ჩინეთი ისტორიულად მოიკოჭლებს. ჩინელი აგენტები ცდილობენ რუსი პილოტების, ავიაციის ინჟინრებისა და ექსპერტების გადაბირებას ტექნიკური ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2021-დან 23 წლამდე პერიოდში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოავლინეს 4 ახალი ჯაშუშური საქმე. თითოეული დაკავშირებული იყო უახლესი აეროკოსმოსური და ლაზერული ტექნოლოგიების გაჟონვასთან ჩინეთის მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა დიმიტრი კოლკერის, გამოჩენილი რუსი ფიზიკოსის შემთხვევა, რომელიც კვანტური ოპტიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ჩინეთისათვის კლასიფიცირებული კვლევის გადაცემის ბრალდებით 2022 წელს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმე ონკოლოგიური პაციენტი იყო, პირდაპირ საავადმყოფოდან აიყვანეს და დაკავებიდან 2 დღეში გარდაიცვალა, თუმცა ბოლო წუთამდე ამტკიცებდა უდანაშაულობას. კიდევ ერთი შემთხვევაა ალექსანდრ ლუკანინი, ფიზიკოსი, რომელიც ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციმბირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალი ძაბვის წყაროებსა და ელექტრომაგნიტულ სისტემებზე მუშაობდა. ის 2022 წლის ოქტომბერში დამნაშავეცნეს სახელმწიფო ღალატში და 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევე აღსანიშნავია 81 წლის ცნობილი მეცნიერის ვალერი მიტკოს საქმე, რომელიც ერთ დროს პეტერბურგში არსებულ არქტიკულ აკადემიას ხელმძღვანელობდა და 2022 წელს ჯაშუშობაში ბრალდებული საკუთარ სახლში სასამართლომდე გარდაიცვალა. პუტინის გზავნილი ნათელია, სახელმწიფო ღალატი
უმკაცრესად დაიშჭება. მოსკოვისათვის ცხადია, რომ როგორც კი სისუსტეს აჩვენებს, ამას მაშინვე სათავისოდ გამოიყენებს პეკინი. როგორც ეს მე-19 საუკუნეში რუსეთმა გაუკეთა დაუსაბუთებელი ხელშეკრულებებით ჩინეთის ტერიტორიების დასაკუთრებით. ამიტომ გამოჟონილი დოკუმენტის მიხედვით FSB-მ გასცა ბრძანება WeChat-დან, რომელიც ჩინური მესენჯერია ინფორმაციის განუწყვეტელი დაგროვების შესახებ. ეს მოიცავდა ჯაშუშობის სამიზნე პირების ტელეფონების გატეხვას და მონაცემების ანალიზს სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტით, რომელიც FSB-ს ერთ-ერთ ქვედანაყოფს ეკუთვნის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რუსეთ-ჩინეთის ინტერესები სამხედრო სფეროშიც იკვეთება. სხვადასხვა ინფორმაციით რუსეთი სისტემატურად ადანაშაულებდა ჩინეთს სამხედრო ტექნოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში. მაგალითად, ჩინეთის J-11B გამანადგურებელი თვითმფრინავები ვიზუალურად და ფუნქციურად თითქმის იდენტურია რუსეთის Su-27-ის. ასევე ჩინეთის HQ-9 საჰაერო თავდაცვის სისტემა ძალიან გავს რუსულ S-300-ს. ზოგადად ჩინეთის საბრძოლო აღჭურვილობა საოცრად წააგავს რუსულს თავისი დიზაინით, შიდა სისტემებით და ტექნოლოგიებით. ისტორიულად, ჩინეთი ყიდულობდა რუსული სამხედრო ტექნიკის მცირე პარტიებს, შლიდა ნაწილებად, იკვლევდა სტრუქტურას და შემდეგ იწყებდა საკუთარ ანალოგებზე ზრუნვას. 2019 წელს რუსეთის სახელმწიფო სამხედრო გიგანტის როსტეკის ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების ხელმძღვანელმა ევგენი ლივადნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ 17 წლის განმავლობაში რუსეთმა ოფიციალურად დააფიქსირა ჩინეთის მიერ რუსული ტექნიკის უკანონო კოპირების 500-ზე მეტი შემთხვევა. 2000-იან წლებში ჩინეთი რუსული იარაღის ერთ-ერთი უდიდესი შემსყიდველი იყო, ზოგჯერ მისი იმპორტის 80%-ზე მეტიც კი პირდაპირ რუსეთიდან მოდიოდა, მაგრამ როგორც კი ჩინელმა ინჟინრებმა საკუთარი მოდელების აგება ისწავლეს, ყველაფერი შეიცვალა. 2010 წლის შემდეგ ჩინეთის მიერ იარაღის საერთაშორისო შესყიდვები საგრძნობლად დაეცა და რუსული იარაღის იმპორტიც დაახლოებით 80-დან 60%-მდე შემცირდა. ანუ რუსეთმა დაკარგა უმსხვილესი კლიენტი და თან შეიძინა კონკურენტი. თუმცა რუსეთი ვერ შეაჩერებს ჩინეთისადმი ტექნიკის მიყიდვას, რადგან ეს მისი ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითად 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა სანქციების პირველი ტალღა წამოვიდა, პუტინმა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის ჩინეთს მიმართა და ამ მხარდაჭერის ნაწილად იარაღის გაყიდვებიც იქცა. უკვე 2015 წელს რუსეთმა ჩინეთს მიყიდა S-400 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და Su-35 გამანადგურებლები, რადგან მოსკოვს ჩინეთთან პარტნიორობა მეტოქეობაზე მეტად სჭირდება. საბრძოლო ტექნიკასთან ერთად რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები იკვეთება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებშიც, როგორიცაა შორეული აღმოსავლეთი, რასაც დასაწყისში უკვე შევეხეთ. 2023 წელს უკრაინის ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრძანებით გამოიცა ახალი რუკები, სადაც ვლადივოსტოკი და 7 სხვა ქალაქი, რომელიც ისტორიულად ჩინეთს ეკუთვნოდა 1860 წლის პეკინის ხელშეკრულებამდე, ჩინური სახელებით იყო მოხსენიებული. ეს კი რუსულ FSB-ს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ასევე საინტერესოა ჩინეთ-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი ცენტრალურ აზიაში, რაც თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში რუსეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა. მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა დაიწყო მასშტაბური პროექტების განხორციელება თავისი სარტყელი და გზის პოლიტიკის ფარგლებში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში, რასაც დეტალურ ინფორმაციას ამ ვიდეოების სერიიდან მიიღებთ. 2023 წლისათვის ჩინეთმა ოფიციალურად ჩამოიტოვა რუსეთი და გახდა ყველა ცენტრალური აზიის ქვეყნის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთი მილიარდობით დოლარს დებს ავტობანების, რკინიგზების, მილსადენებისა და ენერგეტიკული პროექტების მშენებლობაში, მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში ომზეა კონცენტრირებული. 2023 წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა პირველ ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტს, სადაც რუსეთი არ იყო მიწვეული, რამაც მოსკოვი კიდევ უფრო შეაშფოთა. ეკონომიკურ პარტნიორობასთან ერთად ჩინეთი ასევე ცდილობს რეგიონულ უსაფრთხოებაშიც ჩაერთოს. ჩინეთმა უკვე გახსნა ანტიტერორისტული ბაზა ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვართან ახლოს და 2024 წელს გავრცელებული ცნობებით მიაწოდა დრონები ყაზახეთს და საზენიტო სარაკეტო სისტემები უზბეკეთს. რუსეთი კი ამ ეტაპზე მხოლოდ მაყურებლის როლშია.
და ბოლოს უნდა შევეხოთ არქტიკას, ანუ ჩრდილოეთ პოლუსს, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. რუსეთს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი აქვს ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეზე, რომელიც 24,000 კილომეტრს აღემატება. აწლეულების განმავლობაში მოსკოვმა კოლოსალური რესურსები ჩადო ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის განვითარებაში, რომელსაც შეუძლია ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის გადაზიდვის დრო დაახლოებით 2 სრული კვირით შეამციროს. სუეცის არხზე გამავალ მარშრუტთან შედარებით. ეს გზა კი გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობასთან ერთად უფრო და უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით რუსეთის მხარეს არსებულ ყინულის ქვეშ შესაძლოა მდებარეობდეს 48 მილიარდი ბარელი ნავთობი და 53 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ჩინეთი გეოგრაფიულად სულაც არ მიეკუთვნება არქტიკას, მაგრამ თავის თავს აცხადებს არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოდ, რაც ნიშნავს, რომ მას მტკიცე სურვილი აქვს არ გამოაკლდეს არქტიკის ზონაში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთმა უკვე ააშენა კვლევითი სადგურები არქტიკაში და ოფიციალურად აგზავნის სამეცნიერო ექსპედიციებს, მაგრამ იმაზეც საუბრობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა მეცნიერული საქმიანობის პარალელურად ადგენდეს სტრატეგიულ მარშრუტებს და აგროვებდეს კრიტიკულ მონაცემებს, რაც თანდათან გაზრდის მის გავლენას რეგიონში. რომ შევაჯამოთ, შეიძლება ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები ზედაპირულად მეგობრულად გამოიყურება, მაგრამ ამის უკან დგას ისტორიული და სტრატეგიული უნდობლობა, რაც გამოჟონილ დოკუმენტშიც აისახება. დღევანდელი მათი პარტნიორობა განპირობებულია მხოლოდ საჭიროებით. რუსეთს ჩინეთი სჭირდება, რათა გადაურჩეს დასავლეთისაგან იზოლაციას, ხოლო ჩინეთი ამით მეტ გავლენას იძენს რუსეთზე და ვინც იცის სადამდე მივა ეს მომავალში. ამაზე თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ, როგორ განვითარდება რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები მომავალში. ვიდეოს ბოლოს მადლობას ვუხდი არხის ერთგულ მაყურებელს, ხოლო თქვენ, ვინც ახალი ინფორმაცია მიიღეთ ამ ვიდეოდან, მაგრამ ჯერ არ გამოგიწერიათ ცნობისთვის, აუცილებლად გამოიწერეთ და დაეხმარეთ ჩვენს არხს განვითარებაში. მე კი ამ ვიდეოში შეგხვდები, სადაც სანქცირებული რუსეთის ომის ეკონომიკაზე ვსაუბრობ.